C++-ში ჩვენ გვაქვს საშუალება მრავალდონიანი მემკვიდრეობითობის, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც დავწერეთ აი ეს კლასი პროგრამერი და ეს კლასი არის person კლასის მემკვიდრე, ჩვენ ასევე შეგვიძლია ეს პროგრამერ კლასი გამოვიყენოთ საბაზისო კლასად. ანუ დავწეროთ სხვა კლასი, რომელიც იქნება აი ამისი მემკვიდრე კლასი. აი ასე მაგალითად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახლა კლასი. რაღაც დავუშვათ junior programmer, რომელიც არის აი ამ კლასის მემკვიდრე კლასი. და თავის მხრივ ის ამატებს დავუშვათ ერთ რაიმე public methods say hello მაგალითად, რომელიც უბრალოდ ბეჭდავს message strikhons hello I'm junior programmer. და აქაც მოდი შევქმნათ ახლა კონსტრუქტორი junior programmer, რომელიც მიიღებს სამ პარამეტრს. ეს იქნება language, age და name. და გამოიძახებს უკვე ინიციალიზებისთვის მშობელი კლასის კონსტრუქტორს, ანუ პროგრამერს, სადაც გადასცემს ამ მნიშვნელობებს L, A და N. შევქმნათ ახლა აი ამ კლასის ობიექტი და გამოვიძახოთ say hello. და ასევე გამოვიძახოთ ეს მეთოდი, რაც მოყვა მას მემკვიდრეობით. ან show programmer info. და ვნახოთ როგორ იმუშავებს. ჩვენ წერტილმძიმე დაგვავიწყდა აქ. და როგორც ხედავთ, იმუშავა ჩვეულებრივად, ან მან მემკვიდრეობით მიიღო ეს ცვლადები და მეთოდები, რაც გააჩნდა აი ამ პროგრამერ კლასს. და ასევე დაამატა თავისი მეთოდი say hello, რომელიც ბეჭდავს უბრალოდ აი ესეთ strikhons.